გავახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა კავკასიონზე შოვის მსგავსი და დევდორაკის მსგავსი საფრთხეების არის ის, რომ ეს ისეთი ფენომენებია და პროცესებია და მოვლენები, რომლებიც არ ხდებოდა რამდენიმე 1000 წელი. ანუ ჩვენ აღმოჩნდით დათბობის გამო, კლიმატის ცვლილების გამო, წვიმის დონის და თოვლის დონის მაღლა აწევის გამო, კლდეებში არსებული მუდმივად გაყინული ყინულის მასების, აი როგორც გრუნტის წყლებია, სადაც ჩვენ ვეძებთ ჭეებისთვის წყალს, ხვრეთთ, აი ზუსტად ესეთივე წყლები მუდმივ გაყინულ მდგომარეობაში იყო რამდენიმე 5, 6, 10000 წელი. და ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ამ ყინულის, აი ესეთ კავკასიონი, რო წარმოიდგინოთ კექსის, ქიშმიშიანი კექსის მსგავსად, ის შიგნით წვრილმა ქიშმიშებმა, როგორც გაყინულმა წყლებმა, დაიწყო ზაფხულში ლღობა, ზამთარში ისევ გაყინვა და მთელი კავკასიონის ქედის გასწვრივ, აი ამ პატარა ქიშმიშებმა დაიწყეს როგორც დამკრატებივით მუშაობა და კლდეების მასების სტაბილურობიდან გამოყვანა და მათი დაძვრა და ჩამოშლა. ესეთია დევდორაკი, ესეთია შოვი, ესეთია მესტია ჭალაში, ესეთი არის ლეხზირზე და კიდევ ბევრი იქნება სამწუხაროდ. ამიტომ ამას სჭირდება თავისი დიაგნოსტიკა, აი როგორც მკერდის კიბოს, როგორც პანკრეატიტს, როგორც პროსტატის ჯირკვალს სჭირდება პერიოდული შემოწმება. აი ზუსტად ესეთი ოღონდ ბევრად უფრო მეტი სიხშირით კავკასიონის ქედს სჭირდება ამ ახალი დაავადების სკრინინგი და ცხელი წერტილების პრევენცია. პრევენცია არის პირველ რიგში ნომერ 1. ჯერ წარმოდგენა და მოდელირება, რომ ჩამოვა თუ არა იქ ეს ღვარცოფი, სადაც არასდროს არ ჩამოდიოდა და აქ არის ძალიან ფსიქომენტალური სტერეოტიპების ნგრევა. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, აქამდე ესეთი არ ჩამოსულა, ეს ყველაფერი მოშლილია. ჩამოვა და მოხდება ის, რაც არ ხდებოდა რამდენიმე 1000 წელი და ამის შესახებ ცოდნა არ არის დაგროვილი. ამიტომ სრულად უნდა ვენდოთ დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკას, ინტელექტს, მეცნიერებას, ახალ მიგნებებს და ის თანამედროვე მიგნებებით და მეთოდებით, როგორც ახლა ამ ეტაპზე მოხდა, მაგრამ უნდა გაგრძელდეს მუდმივი ზედამხედველობა, იმიტომ რომ დღეს მაგალითად ნეგატიური გაგებით ჩემპიონი ადგილი, რომელიც უფრო ადრე ჩამოიშლება ვიდრე ნებისმიერი სხვა, ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს მესამე ადგილზე და სულ ახალმა უბანმა, კლდოვანმა უბანმა აჯობოს მას. ამიტომ ეს მუდმივად უნდა ხდებოდეს ამის მონიტორინგი.